ზუგდიდში რესტორან სამეფოს დარბაზში ინტელექტუალური თამაში რა სად როდის გაიმართა, რომელშიც ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის განმავლობაში წამყვანმა სულ 12 კითხვა დასვა, რომელზეც მონაწილე გუნდებს მოსაფიქრებლად წუთნახევარი ჰქონდათ. საბოლოოდ დასმული კითხვებიდან 6 სწორი პასუხით შეჯიბრის გამარჯვებული ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო სკოლის გუნდი გრაალი გახდა. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ გაგვიმარჯვებია რასადროდის თამაში, 5 წელია ჩვენ მონაწილეობთ ამ ინტელექტუალურ თამაში, ყოველთვის საპრიზო ადგილებზე გავდიოდით, თუმცა არასდროს არ გვაქვს ჩვენ გამარჯვება მოპოვებული და ფინალურ მომენტში ჩვენ შედარებით უფრო მეტი ნერვები აღმოგვაჩნდა, რადგან გავიმარჯვეთ და ჩვენ ავიღეთ კითხვების 50% სწორი პასუხად. ძალიან საინტერესო თამაში გამოდდა ჯამში, ჩვენ სამწუხაროდ დავმარცხეთ, მაგრამ მომავალში შევეცდებით უკეთესად წარმოვიდგინოთ და გამარჯვებულს ველოცავ გამარჯვებას. ინტელექტუალური შეჯიბრი რა სად როდის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის განვითარების ფონდ ერსულოვნების მხარდაჭერით ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაში მონაწილეობა სამი პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვანი იღებდა. ჩვენი მხრიდან ძალიან ხშირია პრობაციის სააგენტოს მხრიდან ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა არასრულწლოვნების, ვინაიდან ეს განპირობებულია და მიზნად ისახავს არასრულწლოვანი პრობაციონერების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციას. საინტერესო თამაში იყო ნებათაღელვა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მე მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს ეს წარმატება, უსურო მათ მორიგი წარმატებები, მრავალი გამარჯვება და აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა როგორც ქალაქის თვითმმართველობის, ქალაქის საკრებულოს, ასევე ფონდ ერსულოვნების და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, პრობაციის და სასჯელ აღსრულების სამინისტროს ერთობლივი თანამონაწილეობით. გამარჯვებულ გუნდს ინტელექტუალური შეჯიბრის ორგანიზატორებმა ჯილდო და სამახსოვრო პრიზები გადასცეს.